ნოეს, იაფეტის, თუბალის, მესეხის, მოსეს საფლავები საქართველოშია. დიახ, არ მოგესმათ, ამ საიდუმლოზე დღეს უნდა ვისაუბრო. გადმოცემის თანახმად, როდესაც წარღვნის შემდეგ ნოეს შვილის, ქამის შვილის, კუშის შვილმა ნიმროდმა ბაბილონის გოდოლის აგება დააპირა. მის წინააღმდეგ გაჯანყდნენ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები. მათ მეთაურობდა თუბალი, მესეხი და იაფეტის ვაჟი, გომერის ვაჟი თოგარმა, იგივე თარგამოსი. უფალმა ნიმროდს ბაბილონის გოდოლი თავზე დაამხო. ძველი ჩანაწერები მოგვითხრობენ ამბავს, თუ როგორ შეერკინა თუბალი ნიმროდს ბრძოლაში და როგორ დაამარცხა ის. ამ ბრძოლის შემდეგ უფლისმიერ ადამი და ევასთვის შექმნილი ტყავის სამოსი ნიმროდს გამოგლიჯა ხელიდან თუბალიმ. ამ ყველაფრის შემდეგ, ვინაიდან მათ შორის იყო დიდი დაპირისპირება, თუბალი, მესეხი და თოგარმა, იგივე თარგამოსი, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გადაცხოვრდნენ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ მათ დააფუძნეს ორი ქალაქი. ესენია მცხეთა და თბილისი. მცხეთა, ანუ მესეხთა და თუბალისი, იგივე თბილისი. გადმოცემის თანახმად მცხეთის ტერიტორიაზე არმაზის მთის ქვეშ დაკრძალულნი არიან ნოე, იაფეტი, თუბალი და მესეხი. რაც შეეხება თოგარმას, იგივე თარგამოს, ის მიიჩნევა ცენტრალური აზიის ეთნოსის მამად, ანუ დღევანდელი ყაზახები, მონღოლები და ის დაკრძალულია სავარაუდოდ ყაზახეთში. რაც შეეხება არმაზის მთას, ეს მთა ქართველებისთვის ყოველთვის მიიჩნეოდა დიდებულ ადგილად. ამ მთაზე აღმართა ფარნავაზმა, გაცის, გაიმის და არმაზის კერპი. ამ მთის გადაღმა დინარის მეორე ნაპირზე არის სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი და მის ქვეშ არის უფლის კვართი, ხოლო მესამე მხარეს არის მცხეთის ჯვრის მონასტერი. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ მთის ქვეშ არიან დაკრძალულნი ბიბლიური პერსონაჟები, რომელთა სახელს დღეს არ გავახმოვანებ. ანუ მარტივად რომ თქვათ, მცხეთა არის წმინდა ადგილი, სადაც ბევრი სიწმინდეა დაფლული. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს ჩვენ ამ ადგილის მნიშვნელობა. ამ ადგილის მსგავსი ტერიტორია დედამიწის ზურგზე მე არ მეგულება. რატომ? იმიტომ რომ ნოე ხომ ყველა ეთნოსის მამაა, უფალი იესო ქრისტე ხომ ყველას ღმერთია და მისი კვართი, ანუ ტანისამოსი, არის სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. აი ასეთი დიდებულია ჩვენი ქვეყანა. და ასეთ საინტერესო ისტორიებს გიყვებით მე, რომელთა შესახებაც არც კი გსმენიათ. სამწუხარო რეალობა, ჩვენ უფრო მეტ დროს უთმობთ ჭორებს, ვის რა აცვია, ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვისზე რა საუბრობს და ეს დეტალები სამწუხაროდ გვრჩება ისე უბრალოდ, თითქოს არც არაფერს ნიშნავდეს. ამიტომ მე მომავალში კიდე ბევრ საიდუმლოს გავასაჯაროვებ. წარსულზე, რომელიც შეცვლის ჩვენს მომავალს. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.